მომძადით. უკრაინა მოდიურ საქართველოს დროშება ყოლგეთ. აბა გითხარით. დაბა როგორ ახარ ზალი, იმიტომ რომ ზალი დროდესაც პოლიტიკაში გამოჩნდა, ეს იყო 2017 წელი. მე ვიყავ უკრაინაში. და ვერ ვასწავლე ის ხრიკებით, რაც არის აუცილებელი პოლიტიკაში. აქედან გავიდრე, ეხლა აქ ვარ და მშვიდად ვარ და ყველაფერს ავხსნით. ხო, და აი დამაკავდა რაღაცეები, დამაკავდა. ზალ, მის მინდა ეხლა პირველ რიგში მე მიხარია რომ მელია კენჭიხრის გლდანში. მინდა გადასცემა უთხრა რომ შეკრიბოს ეხლა ჟურნალისტები და ყველა საუხსნას რომ 12 წლამდე იზრდებოდა გლდანში. ეს არის ეხლა მთავარი. ყველას უნდა უთხრას. ზალ ეხლა ესე არის საჭირო. თუ გვიდა გამარჯობა, ყველას უნდა უთხრას, ყველა ჟურნალისტებს უნდა უთხრას, რომ აი ყოველ დღე ხედავს სიზმარს, თუ როგორ ერთობოდა ბავშვობაში გლდანში. ეს არის აუცილებელი. ასევე არ დაგავიწყდეს ზალ. მონიშნოს კონკრეტული ტერიტორია, სადაც კატოობდა ველოსიპედით. ეს არის თავარი. იმიტომ რომ ველოსიპედის გარეშე ხლა არაფერი არ იქნება. ხო, იმიტომ რომ ალბათ თქვენც ეგრე ხო. მაგრამ ვანო არ არის საქართველოში ვერ ნახავ კუთხეს, სადაც მე არ გავზრდილ ვარ. რა თქმა უნდა და სადაც ბებია ბაბუ არ. ასე რომ ზალ ამომრჩეველთან ინდივიდუალური მიდგომა არის ძალიან მთავარი. თუ ატყობ რომ ამომრჩეველი შენ მხარეზე არ არის, ზოგი პოლიტიკას ადგება და თავს განებებს. არა, ბოლომდე უნდა მიყვე, უნდა აუტალახო ეზო, კედელი აქვს ეგასალესი, გაულესე კედელი. ბავშვი ყავს ემოსანათლით. გაყევი მონათლე. ბრუჟბა აქვს ამოსაკოკი, ამოუკოკი. შეიძლება არ გაიშოს. მეორეჯერ დრნდ უნდა მიყვე, ხო ბოლომდე. ბრუჟბასაც ეს აქვს, ხო? იმიტომ რომ ეს აი ამ სტილით, აი ამ კუთხით, აი ესე მაქვს. მე ღვანკეთია მოგებული თავის დროს. ზალ, მე მინდა ასევე იცოდე რომ ჩემი რჩევა იქნება ახლა მე ბევრ ამას უკრაინიდანაც ეგაკვირდებოდი რომ ცოტა აი ომახიანად უნდა მიმართო შენს პოლიტიკურ ოპონენტებს. აი მაგალითად როგორც მე თქვენ აუცილებლად დაგამთავრებთ. აბა თქვენ პროსე. მე თქვენ აუცილებლად დაგამთავრებთ თქვი? მე თქვენ აუცილებლად დაგამთავრებთ. ბაბა. იმდენი პოლიტიკური ჰაერი უნდა აიყო რომ არჩევნებამდე გეყოს. ეს არის თავი, ხო? მე ვფიქრობდი ზალო, მოდი ჯობია რომ ვანოს ჩავწოთ პოლიტიკაში. ზაიცე მე რა მინდა კაცო. ვანო, აბა ერთი მითხარი, ვლადიმირ ზელენსკი ვინ არის უკრაინაში? აი, პრეზიდენტია მაგრამ. აბა ეხლა ძალ ერთობაში არის, მანამდე იყო იუმორისტი. ძალ ერთობაში არის და ასე რომ უნდა დავდგეთ ერთად. მე მინდა შენ წამოგიღებენ და მინდა რომ გამეცადე ერთად რომ გავიაროთ. აბა მოდი გადახედე. რა არის ეს? აბა მოდი დაიწყე. რა ეს უნდა თქვა? აბა მიდი დაიწყე. ძვირფასო ამომრჩეველო, დღეს ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური ფონია. ვანო, ბოლომდე გამოშვი ბაგე გახსენი და მუცლიდან გამოუშვი ხმა, მიდი ბოლო. ეს მძიმე სოციალური ფონი აკრობს ჩვენი ხვალინდელი დღის იმედს. ვანო, ტემპი უცოდა რა, ტემპი. მე ყოველდღიურად ხედავ ათასობით გაჭირებულ ადამიანს, რომლებსაც იმედი დაეკარგა. აი ხა ცოტა სენტიმენტები ვანო. მაგრამ მე თქვენს გვერდით ვარ ხალხო. აი ხა ცოტა აბობოქსი ვარ. მაგრამ მე ამას ასე არ დავტოვებ. ამათი დღეები დათვლილია. ამოვარდი, ვანო, ბოლომდე ამოვარდი. ის ბოლო წვეთამდე ვიდგებით თქვენს გვერდით. ეს დღეები იქნება ჩვენი სამშობლო. ჩვენია. კახეთი მოვიგეთ, ძალიან მაგარია. მოვიგეთ, კახეთი მოვიგეთ. აი წამოვიდეთ, ძალიან მაგარია. ფოტოშოპი ზალ. ამიტომ ცოტა ის ენერგია რო გაკლია და რაღაც ბუხტი რო გაკლია, ჩემი თხოვნა იქნება YouTube-ში, როცა თავისუფალი დრო გექნება, აკრიფო მიშა ჰაილაითი. ჩემს მიშას კარგი პოზიტიური ვიდეოები. გადახედე, გეცოდი მე ვის და როგორ რა დოზით უნდა იყო ენერგიული, ხო ეს არის ეს. ეს არის ახლა მე ყველაფერს რო გარიგებ, კარდაკარზე რომ მოგიწოს მოსახლეობას და შეხვედრა, ყველგან გამოიყვენ, ეს არის თავარი რომ ყველაფერი გადაიტანოს იმ გამარჯვების ბოლო გზაზე. თორე ხა მერე ოპოზიცია მომიბრუნდება და მეტყვის არაფერი არ გეკეთებია ქვეყნის ის ნამდვილი ქარიზმატული ლიდერი პოლიტიკაში კვირის დღეებს გადაანაწილებს შემდეგნაირად შემოსალ ეს მინდა რომ ვიცოდეთ ნამდვილი ოღონდ არა ისეთები როგორც ელიფსიტაი პოლიტიკოსები არა ნამდვილი ორ შაბათს როგორც კი დგება ეგრევე გაჩიანში ხსნის ფანტას წარმოუდგენელი პოზიტიურად იწყება უკვე კვირა კი ბატონო. სამშაბათს ეგრევე მიდის და მუშებთან მივარდება და
კაპჭით ხელში. აბა ეხლა რიდა გეხმაროთ, აბა ეხლა რიდა გეხმაროთ, იმიტომ რომ მუშებთან უნდა იყოს ყოველდღე აღშენებლობაზე. 4 შაბათს ნამდვილი პოლიტიკოსი უნდა მირბოდეს მესტიაში და სრიალებდეს თხილამურებით. და 4 შაბათს უნდა დაიშვეს და წავიდეს ბათუმში, იმიტომ რომ ბათუმში 5 შაბათს პირდაპირ განახლებული ბათუმში და გადახდეს ზღვაში თავით. ვინ არის ეს პოლიტიკოსი თუ არა ეპარასკევს ამბროლაურში არ დააკროს ამბროლაურ გლეხებთან ერთად თორეში შოთი ხო? ესე არის ხო? და რა თქმა უნდა მე შაბათს გლდანში სტადიონი და გახსნა და ახალგაზრდებს უნდა დაურტყა პენალი. და კვირას უნდა ადგე და უბრალოდ უნდა დაისვერო ეს არის და ეს. კვირას რატო უნდა დაისვერო? ნუ ეხლა ქრისტიანულად ეს არის. ქრისტიანულად ეს ადრე თუ მე ყველაფერს გეყვებოდით მე ეხლა პოლიტიკურ ამით გამოაცხადებს და გამოგიცხადებ ძალიკო. ეხლა მე მეძებენ და დიდი დრო ეხლა არ მოხდა ამას ქედის. კარგად იკარგა. აბა შეიძლება.